ხვალ 8 თებერვალს წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღმაშენებლის გამზირიდან 13 საათსა და 30 წუთზე საზეიმო ლოცვითი მსვლელობა დაიწყება. ნინო გელაშვილი იმყოფება ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც დაიწყება მსვლელობა და უფრო მეც მოგუყვება, რა თქმა უნდა. დილამშვიდობის ნინო. ნინო, დილამშვიდობისა, გაგვაცნე რა ხდება აღმაშენებელზე. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. ჩვენ ახლა აღმაშენებლის გამზირზე ვიმყოფებით 24 სკოლასთან. სწორედ იმ ადგილას, საიდანაც ხვალ 13 საათსა და 30 წუთზე ლოცვითი მსვლელობა დაიწყება. შეგახსენთ, რომ საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით იმართება. ჩვენთან ერთად ახლა სწორედ ახალგაზრდული მოძრაობის პრეზიდენტი კოტე სვანაძე იმყოფება, რომელიც ხვალინდელი დღის შესახებ უფრო მეც მოგესალმებით ბატონო კოტე. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ხოს მაყურებელს. რომ გითხრათ ხვალინდელი ლოცვითი მსვლელობის შესახებ რა მარშრუტს გაივლით, სად დაიწყება და სად დასრულდება? წინასწარ ულოცავ დავითობა სრულიად საქართველოს. ამ დღესთან დაკავშირებით ითი რომ 900 წელი შესრულდა და ეს ოქროს ხანა, რომელიც ამ 9 წლის განმავლობაში დავით მეფემ შექმნა, ამას გვინდა სათანადო პატივი მივაგოთ. ამასთან დაკავშირებით ავტოკოლონით დაიწყება მსვლელობა დიდგორის მისადგომებიდან და სიმბოლურად აღმაშენებლის ხეივანზე თბილისის შემოსასვლელში მოხდება უკვე ქუჩების კურთხევა და 2-ის ნახევრისთვის ავტოკოლონა უკვე იქნება ზუსტად აი ამ ადგილას, სადაც მოსახლეობა მრევლი ახალგაზრდები შეიკრიბებიან და ასე ვინდა მოუწოდოთ რომ ყველა შემოგვიერთდეს და აქედან უკვე დაიწყება ლოცვითი მსვლელობა 3-ების ტაძრამდე. ამ დეტალებზე უშუალოდ ამაშალვა უფრო კარგად გვესაუბრება და მინდა ვისარგებლო შევთხები და კიდევ ერთხელ მოუწოდო ჩვენს მოსახლეობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ სათანადო პატივი მივაგოთ ჩვენს წმინდა მეფეს. დავითი ჩვენი დიდი მეფეა და რა თქმა უნდა ყველანი უნდა გავერთიანეთ ამ დღესასწაულის ირგვლივ. დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია. მოგესალმებით მამა შალვა. რომ გითხრათ ხვალინდელი დღესასწაულის მნიშვნელობის და ლოცვითი მსვლელობის დატვირთვის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია თულ ჩვენთაგან ესა თველი ერისათვის, რომ ჩვენ პატივი მივაგოთ წმინდა დავით აღმაშენებელს და მის ხსოვნას. თორეს არის ეპოქა, რომელმაც საქართველოს შექმნა, რო არ ყოფილიყო დავით აღმაშენებელი, დღეს ჩვენ შეიძლება ქართლაც კი აღარ გვემეტყველა და ერიც კი არ ყოფილიყო და დავით აღმაშენებელი შეძლო ის, რომ ერი, როგორც ისტორიკოსები აღწერენ, ადამიანები, რომლებიც წელ ქალაქში ქვეყანაში მიუმფანტული იყვნენ და ქვეყანა აღარ არსებობდა, დავით აღმაშენებელმა ერადაქცია და თითქმის მთელი ქვეყანა გაერთიანდა და ართმოდო განათქლია მთელი ქვეყანა. მან მთელი იმ ეპოქაში ქვეყანა აქცია პირველ ქვეყანად, ანუ როგორც დღეს აი მთელი მსოფლიო მართველი ქვეყანა იყო და ყველა ქვეყანა საქართველოს ანგარიშს უწევდა. ეს მოხდა დავით აღმაშენებელმა, მან ეს ყველაფერი შეძლო ლოცვით, შეძლო მარხვით და ღმერთზე მინდობით და საკუთარი ქვეყნის ძალიან დიდი სიყვარულით და ეს მესიჯია ახალგაზრდობის მიმართ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, საერთოდ ვინა ვართ ქართველები, რანი ვართ ქართველები და როგორი პოლიტიკა უნდა მართოს ჩვენმა ერმა. მთელი სოფლიოს წინაშე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხვალინდელ დღეს ყველანი შევიკრიბოთ აქ და ამ ადგილიდან და სამი საკუთარისკენ წავიდეთ რომ ვილოცოთ ამ ქვეყნისთვის, ერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს ქვეყანას ეს ძალიან ჭირდება. ძალიან ჭირდება გააზრება იმისა რომ ვინა ვართ ქართველი და რანი ვართ ქართველი და საიდან მოდივარ და რა ძირზე ვდგავარ და როგორია ჩვენი ერი და როგორ ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ამ ქვეყანას აი ჩვენ გვაჯერებენ იმაში რომ ქართველები თურმესტები არა ვარ და არაფერი არ შეგვიძლია. ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია, ოღონდ ღმერთთან ერთად შეგვიძლია და უფალთან ერთად და ჩვენ თვითყოფადობას აი დავიმკვიდრებთ, მაშინ ეს ქვეყანა ძალიან წინ წავა და ეს ზოგი იმის ნიშანია რომ დავით აღმაშენებელმა ეს შეძლო ქვეყანაში რომ ქართველებს დაგვიბრუნა ქართველობა და შეგნება იმისა რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია ღმერთთან ერთად. ამიტომ ამ მსვლელობასთან დაკავშირებით აუცილებელია რომ ვიცოდეთ რომ აი ეს ამ ადგილიდან 24 სკოლასთან დავით აღმაშენებლის ამ გამზირიდან დაიწყება მსვლელობა 2-ის ნახევარზე და ეს მსვლელობა დამთავრდება 3-ის საკათო ტაძარში, სადაც წმინდა სინოდის მღვდელმთავრები სასულიერო პირებთან მრევლთან ერთად გადაიხდიან სამალუბელო პარაკლისს და გადაიხდიან პარაკლისს, სადაც ეს ქვეყნის სიკეთისთვის იქნება გადახდილი პარაკლისი. დიდი მადლობა მამაო. ჩვენს მაყურებელს წინსწრებით მიულოცავ ხვალინდელ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ლოცვითი მსვლელობა სწორედ ამ ადგილიდან აღმაშენებლის გამზირიდან ხვალ 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მადლობა ნინო, უღრმესი მადლობა. მადლობა ნინოს, მადლობა სტუმრებს და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შეიკრიბება ხვალ პატივისმცემლის მეფე დავით აღმაშენებელს, მისი უდიდესი ღვაწლის და უდიდესი სამსახურების მიმართ, რაც ჩვენმა სტუმრებმა ისაუბრეს და ალბათ ჩვენ ქვეყანას ამის შეხსენება არ ჭირდებოდა, ეს ლოცვითი განწყობით ხვალინდელ დღეს გავაერთიანებს კიდევ ერთხელ.